გურამ როგავასთან უნდა გადავინოსხოთ, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატის ვლადიმერ ზელენსკის საარჩევნო შტაბში იმყოფება, თავადაც გამორჩეულ კანდიდატს, რომელსაც აქამდე როგორც მსახიობსა და შოუმენს ისე იცნობდნენ, შტაბიც ორიგინალური აქვს. შეგახსენებთ, რომ წინასწარი გამოკითხვებით ზელენსკის მოსახლეობის თითქმის 30% უჭერს მხარს. რა მოლოდინები აქვთ მის შტაბში საარჩევნო პროცესის დასრულებამდე 3 საათით ადრე. ჩვენი ჟურნალისტი გურამ როგავა გვეტყვის. მოგესალმებით ვლადიმერ ზელენსკის შტაბიდან, რომელიც ნამდვილი სამოთხეა ჟურნალისტებისთვის და რატომ ამას ჩვენ აუცილებლად გიჩვენებთ, მანამდე გეტყვით, რომ ზელენსკი არის ერთ-ერთი ფავორიტი უკრაინელებისა, ასეთია გამოკითხვის შედეგები. მოსახლეობის 28% მას უჭერს მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება და ზელენსკი იქნება მეორე ტურში აუცილებლად, ეს უკვე გარკვეულია. ახლა რაც შეეხება შტაბს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შტაბში, სადაც ნამდვილი სამოთხეა, როგორც გითხარით მედიისთვის და არა მხოლოდ მედიისთვის, ყველასთვის, ვინც ამ შტაბში მუშაობს, აქ სხვადასხვა სამაგიდო თამაშებია, მათ შორის ძალიან გავერთეთ ჩვენს, თავისუფალი დრო გქონდა, პინგ-პონგად წოდებული, ეგრეთ წოდებული პინგ-პონგი, ანუ მაგიდის ჩოგბურთი, ახლა აქ შესვენება, იმიტომ რომ რესპონდენტებს წერენ ჟურნალისტები, სხვა დროს კი ძალიან დიდი მხიარულება იყო. ამ სივრცის მიღმა, სადაც ასევე არის ალაფურშეთი, სასმელები, ყველაფერი რაც საჭიროა იმისთვის, რომ დაანაყრდეთ. უკვე გადადიხართ მთავარ სივრცეში, სადაც მართლაც ძალიან ბევრი სიურპრიზი გველოდება. აქ გაიმართება უკვე შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოგვიანებით, თხილად გიორგი. მოკლედ, ახლა ჩვენ განახებთ პირველ ატრაქციას ამ დარბაზში, ხედავთ რომ მწვანე კედელი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ძალიან ბევრი რამ გველოდება საინტერესო. არის რამდენიმე ჩარჩო, რომელსაც ირჩევთ. მაგალითად, ფეიკების საწინააღმდეგო წარწერას. ახლა გამოჩნდებით მე და ჩემი ოპერატორი გიორგი ჯაფარიძე, ხელს დაგიქნევთ. აქ ფეიკ ნიუსების საწინააღმდეგო წარწერაა, რომელსაც ჩვენ გამოვაჩენთ. მოდით სტარტს დავაჭიროთ და გადავიღოთ 5 წამში. გიო, გამოუკან. ესეც ასე გადავიღეთ. მოდით ახლა დავუბეჭდოთ ეს სურათი და სამახსოვროდ გვექნება. გაგვახსენებს უკრაინის არჩევნებს. ეს სურათი აუცილებლად გამოვა აქ. და გეტყვით, რომ მოკლედ ამ ატრაქციების პარალელურად ჟურნალისტებისთვის ნამდვილად კარგი გარემოა შექმნილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უპრობლემოდ ვიღებთ ინფორმაციას, რაც გვაინტერესებს, ნებისმიერ წევრთან შეგვიძლია გასაუბრება, შტაბის წევრებს გულისხმობ, ბუნებრივია, აი ჩვენც. კარგია. წარწერა არ ჩანს, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, რომ ვებრძვით fake news-ებს და fake news-ებთან ბრძოლა დაანონსა ასევე ზელენსკიმ და თქვა, რომ სწორედ აი ამ შტაბის კონცეფცია ნიშნავს იმას, რომ ის მზად არის, რომ იყოს ღია საზოგადოებისთვის და არავითარ შემთხვევაში მისი ვთქვათ, თუ ის გახდა პრეზიდენტი, მისი მმართველობის დროს არ იქნება ჩაკეტილი სისტემა, ყველაფერი იქნება ღია. აი ეს სივრცე ასევე არის ჟურნალისტებისთვის, თქვენ ხედავთ აქ პრუფებს, ხნის წინ აქ ჩემს კოლეგებს ეძინათ სხვათა შორის ისვენებდნენ, წინ ძალიან რთული და დამღლელი საღამო გველოდება, რადგან შედეგების გამოცხადების მერე დაიწყება აქ მთავარი ამბები. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ დაატენოთ თქვენი მობილური ტელეფონები, რომელიც დღეს ძალიან ხშირად გვიჭდება დამიჯერეთ, იმიტომ რომ ბევრი სამუშაო გვაქვს სწორედ smartphone-ებით. ჩვენ ვესაუბრეთ აქ შტაბის წევრებს და მათ გვითხრეს ამ კონცეფციის შესახებ, რატომ არის ეს შტაბი ასეთი, უჩვეულო და ძალიან კარგი, თვითყოლით დავაღიარებთ და ასევე ვკითხეთ, როგორია ზელენსკის შანსები, როგორია მათი მოლოდინები და ასევე დარღვევებზეც ჩვენ ვესაუბრეთ შტაბის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ სისტემურ დარღვევებს ადგილი არ აქვს, არის ძირითადად ტექნიკური ხარვეზები. Весь стиль компании. Компанიის მთელი სტილი განსხვავებული გვაქვს. ამიტომ გვიჭერს ხალხი მხარს. ეს მწვანე ფერიც სპეციალურად შევარჩიეთ. ჩვენ ხალხს არჩევანი გავუჩინეთ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ. კამპანიის დროს ძალიან ვერთობოდით fake news-ებზე. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. Очень внимательно наблюдаем за. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კენჭისყრის პროცესს, ვიცით რომ 44%-ზე მეტი არის აქტივობა, რაც სრულიად ნორმალური და მაღალიც კია. დავაფიქსირეთ 300-ზე მეტი დარღვევა, თუმცა უმრავლესობა იყო პროცედურებთან დაკავშირებული ტექნიკური დარღვევა, რომელიც მაშინვე მოვაგვარეთ. ბევრი უზუსტობაა სიაში, ბევრი ამომრჩეველი საკუთარ თავს ვერ პოულობდა, თუმცა ამას ახლა ვერაფერს უშველით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, თუმცა თუ იქნება მეორე ტური, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.
ეს კი არის სივრცე უკვე, საიდანაც ჩვენ გვექნება შეკითხვები რესპონდენტების მისამართით და აქ ზელენსკიც დაიკავებს ადგილს მოგვიანებით, სადაც შეაჯამებს უკვე დღის ბოლოს არსებულ ვითარებას, ხმებს და ის დარწმუნებულია, რომ იქნება ლიდერი, ამას პროგნოზირებს ასევე გამოკითხვებიც, რომელიც ჩატარდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. რაც შეეხება ზოგადად არსებულ ვითარებას არჩევნებზე, როგორც უკვე მოისმინეთ თქვენ ამ შტაბის წარმომადგენლების მხრიდან, რაიმე სახის სისტემურ დანაშაულს დარღვევას ადგილი არ აქვს, ეს არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეფერხებები, დარღვევები უბნებზე, რომელიც ეხება მაგალითად სხვადასხვა იურიდიულ დეტალებს, ზოგიერთმა დამკვირვებელმა გაირკვა, რომ საერთოდ არ იცოდა საკუთარი უფლება-მოვალეობები, დამკვირვებელთა ნაწილი უბნებზე არ დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ იქ დასწრების უფლება. მოკლედ, ასევე გეტყვით, რომ CESCO-სთან არის განსაკუთრებული მობილიზაცია, სამართალდამცავების დამატებითი ძალები იმყოფებიან CESCO-s შენობის მიმდებარედ და ასევე ამ შენობასთან უკვე აშენდა სპეციალური სატელევიზიო სტუდია, სადაც თოქ-შოუები გაიმართება. მაშასე ეს იყო ჩართვები უკრაინიდან, სადაც ჩვენი ორი გადამღები ჯგუფი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ პირველადი მონაცემების გამოცხადებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.